ამ წუთებში სასტუმრო ქორთიართ მარიოჩი 2014 წლის ქალაქის ბიუჯეტის საჯარო განხილვა იმართება. შეხვედრაზე ხმაური მოყვა თბილისის კოოპერატიული ბინადრმშენებლობების წარმომადგენლების განცხადებებს. ისინი ქალაქის ხელმძღვანელობისგან მათი პრობლემებით დაინტერესებას და აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვდნენ. მერის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ მათ ბინადრმშენებლობების წარმომადგენელთა პრობლემის მოგვარება არა მათი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა. ბიუჯეტის საჯარო განხილვაში არის სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის მერიის, საქალაქო სამსახურების, ასევე საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი მონაწილეობენ. ვართ კოოპერატიული ბინადრმშენებლობით დაზარალებულები 90-იან წლებში. ჩვენ ბიუჯეტში ვითხოვთ თანხების ჩადებას, ჩვენი დაუმთავრებელი შენობების დასამთავრებლად და კიდევ კონკრეტულად ეს ალბათ ბიუჯეტს ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც ჩვენ დასაკმაყოფილებლად უძრავი ქონება ეს იქნება მიწის ნაკვეთების შენობა ნაგებობების გადმოცემას. ესაა ჩვენი მოთხოვნა. 23 წელიწადია გირითი ცხოვრობ. სახლი არ ქონდეს, კარი არ ქონდეს, არაფერი არ ქონდეს. და არანაირი მასში სოციალური მასში არ იყო მოხვედრილი. აბა წარმოიდგინე, რა მწარე ცხოვრება გვაქვს. მაგრამ ეს მაგათთვის არაფერი ცხოვრება არ არის, არაფერი. აბსოლუტურად მაგათ არც წარბიც არ შეუხriat. რამდენი ასეთი იმით მეგვიმართია, რა ქვიან, გულის ტკივილის, რომ აი ამ მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება, აი ამ მდგომარეობა არა საერთოდ არ გაუთვალისწინებია. ჩვენ არ გვთვლიდან ესენი ხალხად. საბინაო პრობლემა არის ყველაზე უმწვავესი პრობლემა თბილისში და საერთოდ საქართველოში. საბინაო პრობლემასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი ნათელი ხედვა, ერთიანი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა არის შესამუშავებელი. მაგრამ მერიას შესაძლებელი აქვს და აქვს ამის საშუალება რომ დაუმთავრებელი კორპუსები ის რაც მისი ვალდებულებაც იყო და რა ცენტრალური ხელისუფლების ვალდებულება, მაგრამ არის თბილისის საზღვრებში, რომ საჭირდება 1-2 სართულის დაშენება, აიღოს ეს ვალდებულება, გაწეროს ბიუჯეტში და დაიწყოს ამ პრობლემის მოგვა. ჩვენ გქონდა ზედამთავრობის დავალება, ეხლაც ველოდებით თუ კვლავ დაგვევალება რაიმე, ჩვენი თვითმმართველობიდან 2 წევრი, ერთი თბილისის საკრებულოდან და ერთიც მერიიდან შედის ამ კომისიის შემადგენლობაში. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი პრაქტიკა, ჩვენი მოსაზრებები მივაწოდოთ ცენტრალურ ხელისუფლებას და აი ამ კომისიას და მივიდეთ, შევიმუშაოთ ისეთი სქემა, რომლითაც თანდათანობით ყველა მათგანი დაკმაყოფილდება ადრე თუ გვიან.